ნინი ტურაშვილი 5000 სტუდენტიდან ერთ-ერთია, ვინც თბილისის მერიის დაფინანსების პროგრამით უკვე მეოთხე წელია სარგებლობს. მაღალი აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე სწავლის საფასური მერიამ მას სრულად 100%-ით დაუფინანსა. უკვე იცის, რომ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მომავალშიც აქვს და სწავლას მაგისტრატურაზეც გააგრძელებს. უკვე 4 წელია, რაც ამ დაფინანსებით სარგებლობ. მრავალშვილიანი ოჯახის წევრი ვარ და ასევე მაქვს უმაღლესი შეფასებები უნივერსიტეტში, რაც ხელს მიწყობს იმისთვის, რომ დაფინანსებაში, იმ სიაში მოვხვდე და გამიგრძელდეს დაფინანსება. ძალიან კარგი პროგრამა არის, ბევრ სტუდენტს აძლევს მოტივაციას იმისთვის, რომ სწავლა გააგრძელონ და ზოგადად უნივერსიტეტში ჩააბარონ. პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო. პროგრამაში ჩართვას თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები შეძლებენ. დაფინანსების რაოდენობის განსაზღვრა მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით მოხდება. სწავლის საფასურის ხარდაჭერის კუთხით მუნიციპალიტეტი ეხმარება თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტებს. წინა წელს 5000-მდე სტუდენტმა მიიღო ეს ხარდაჭერა. წელსაც ველოდებით განაცხადებს, მაისის ბოლომდე გაგრძელდება ეს რეგისტრაცია. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება როგორც სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ისე მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, ასევე შემოპირები, ისინი, ვინც არიან თბილისში რეგისტრირებულები. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ განათლება მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დაფინანსების ამ პროგრამით კი ყოველწლიურად 5000-მდე სტუდენტი სარგებლობს. სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2024 წელს ფინანსური მხარდაჭერა 5000-მდე სტუდენტმა მიიღო. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრამა, აღნიშნული მხარდაჭერა და დახმარება სტუდენტებზე და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც ჭირდება ჩვენს ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს, რომ ხელი შეუწყოთ ამ მიმართულებით, ასე რომ შეგიძლიათ უკვე წარმოადგინოთ განაცხადები და ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ოჯახს გვერდით დაუდგებით, ვისაც ამის აუცილებლობა და საჭიროება აქვს. თბილისის მერია სტუდენტების დაფინანსების პროგრამას მომავალშიც გააგრძელებს. დაინტერესებულ სტუდენტებს კი განაცხადის შეტანა მერიასა და ელექტრონულ პლატფორმაზე 31 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.